გაზდები ვიყავ შეკრებილი, ათ ბრიფინგი უნდა გავუკეთებილა, ხვალე როგორც ვიცით, გვაქვს 3 საათზე მარში თესოს პირველი კორპუსიდან, რა დროსაც გამოვარდნენ რაღაცა შენობიდან ერთი 10-15 ტიტუშკა და თავს დაგვესხნენ, დაიწყეს გინება, ჩვენ გავანეიტრალეთ ისინი და რაღაც მომენტში უკან აბრუნდნენ, შემდეგ ჩამოვიდნენ დრინებით და რაღაცა 1000 სხვა საგანი ჰქონდათ, რის შედეგადაც 15 წლის პატარა ბიჭს თავი გაუტყდა და ეხლა საავადმყოფოში არის გადაყვანილი და ამას პლუს მოძრაობის სახელმწიფოს წევრი იგორ ნარმანიაც არის გადაყვანილი საავადმყოფოში და დაკავებული არის მხოლოდ ერთი ადამიანი, როდესაც ქვეყნის ცხოვრებაში არსებობს მომენტი, როცა გარდატეხის წინაშე დგები და ასეთი მომენტი არის ახლა. ან საკუთარი დუმილით ხელს აწერ მონობას, ან დგები მყარად და ამბობ მკაფიოდ. არ შევეგუები, არ დავნებდები. არ არსებობს ძალა, რომელიც გაერთიანებულ და მტკიცე ჟინით ფეხზე დამდგარ ქართველ ერს გაამარცხებს. არ არსებობს ძალა, რომელიც მოერევა თავისუფლების სურვილს. როცა ერთი წლის წინ ფიციდავდეთ გმირთა მემორიალთან, რომ ბოლომდე დავიცავდით ჩვენს სამშობლოს და მისი ხალხის თავისუფლებას, წამითაც არ გვიფიქრია, რომ განზე გავდგებოდით გადამწყვეტ მომენტში. ხვალ სწორედ ასეთი დღეა. დღე, როცა საბოლოოდ უნდა ვთქვათ ჩვენი გადამწყვეტი სიტყვა. მაგრამ ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ დამთავრების. პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე მის თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის. საქართველოს ეკუთვნის ხალხს. სწორედ ამიტომ გელოდებით ქვეყნის მთავარ გამზირზე. იქ სადაც არაერთხელ გადაწყდა ჩვენი ქვეყნის ბედი. იქ სადაც იწერება ისტორია და იქმნება მომავალი. ყველაფერი ჩვენს ხელშია. არ არსებობს ბოროტება, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. არ არსებობს ბოროტება, რომელიც დაამარცხებს სიკეთეს, სინათლეს და გულწრფელობას. და სანამ გამარჯვებისთვის ქუჩაში გამოსულ ჩვენს 100,000-ობით ადამიანს შევუერთდებით, ქართველი ახალგაზრდები შევიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც დიდი რევოლუციური მარშით დავიძრებით ჩვენს გადამწყვეტ და დავანახებთ ჩვენს გადამწყვეტ ძალას იქ შეკრებილ ადამიანებს. ირწმუნეთ საკუთარი თავის, ირწმუნეთ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის. არ დარჩეთ სახლში და ჩვენთან ერთად დაწერეთ გამარჯვების ისტორია. ძალა ერთობაშია. საქართველო ემზადება გამარჯვებისთვის.